იერუსალიმში ბზობა აიაობას ძველ ქართულად დასრულდა დიდ მარხვის პირველი 40 დღე დამთავრდა და ხვალიდან დაიწყება დიდი დღეები. ანუ იმ დღეებს შეგვახსენებს ეკლესია, რომელ დღეებშიც იესო ქრისტე ჩვენთვის განსაკუთრებულად აღასრულა ევროდა ეწამა ჩვენი ცხოვრებისათვის დაითმინა ჯვარი და გვემა. აი დღეს როგორც ეკლესია გვასწავლის მაცხოვარი ორ მოციქულს აგზავნის ესე ვთქვათ მიღმა მოპირდაპირე სოფელში და ეს მოციქულები წარმოადგენენ ძველი და ახალი აღთქმის მახარებლებს. ოვებენ სახედარს თავის ნაშიერით, რომელსაც მოგვრიან მაცხოვარი დაბრძანდება სახედარზე, მოციქულები თავის შესამოსელს დაუფენენ და მაცხოვარი შებრძანდება იერუსალიმში და სანამ იერუსალიმში შებრძანდება ის ტირის იერუსალიმზე. აღარ მინდა ბევრი განმარტებელი თქვენ ხვდებით აქ რაზეა საუბარი, იცით რომ მაცხოვრის მიღება არ მოხდება იერუსალიმში, მაცხოვარს ჯვარზე გააკრავენ და მაცხოვარმა იცის რომ იერუსალიმი დაისჯება ისრაელი ერი, ეს ერის რომელიც რჩეული ერია ღვთისა, თავისი მხსნელი მაცხოვარი ვერ იცნო, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს თვისთა თანა მოვიდა და თვისთა თანა ვერ იცნეს იგი და აი ამის გამო იგი გოდებს იერუსალიმ, შენ რომ დღეს გეცნო სად არის შენი ცხონება, ვინ მოდის დღეს სახედრის ნაშიერზე ამხედრებული, შენ მიიღებდი მას და აიღებდი თავიდან იმ გასაცდელებს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმიდან 35 წლის შემდეგ დააკვდა იერუსალიმის მიწასთან გაასწორეს რომაელებმა ჯერ ვესპასიანემ და მერე მისმა შვილმა ტიტემ. ეს ყველაფერი ჩვენ ეკლესიამ დაგვიდგინა და შეგვახსენა, იმიტომ იმაზე კი არ უნდა ვიტიროთ და ვინ არ ვიულოთ, რომ ებრაელებმა არ მიიღეს ქრისტე. ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის შვილებმა, ყველა მართლმადიდებლური ქალაქების მოსახლეობამ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს ქალაქში შემოდის იესო ქრისტე. აი წარმოვიდგინეთ, რომ დიღმიდან შემოდის იესო ქრისტე და რას ხედავს? ხელმარჯვნივ ზურაბ წერეთელის წმინდა ნინოს ქანდაკება, კერპი დგა. საცა წმინდა ნინო მიქანდაკა მართლმადიდებლობა და დაამხო კერპები, იქ არის აღმართული კერპები. მოსაოცარი პაროდია, მოსაოცარი ცინიზმია. ასაც წმინდა ნინო ებრძოდა, გაიდა გაციტა სადენის კერპები რო დაამხო. აი ახლა წარმოვიდგინეთ, მისი ქანდაკება აღმართეს ვაი ქართველმა მართლმადიდებლებმა. შემოდის და ხედავს ვითომ დავით აღმაშენებელის ძეგლს. აპატიოს ბატონმა თეობას ეკლაურმა ნამდვილად ეკლაურის ზეგლია ის ქანდაკება. ახლა რო ვერ მიუდგები საერთოდ უნდა მიხვიდე. ქალაქში რო შემოვა ვერ ნახავს ნორმალურად ჩასმულ დახურს, ვინმე გამომეტყველება რომ ადამიანური კონდეს, არ არის ლაპარაკი იმაზე რომ ქალს თავზე უნდა ეყაროს და ნორმალურად უნდა ეცვას. და ამ ყველაფერს რო იხილავს იესო ქრისტე, რა დღეში ჩავარდება, უნებრივია იტირებს და ჩვენც ამაზე უნდა ვიტიროთ. ეხლა თქვენ ვიცი რომ ვიღაცეებზე გაბრაზდით და გული მოგივიდათ, აი როგორი ცუდები არიან სხვები, მაგრამ გეტყვით საიდუმლოდ რომ იესო ქრისტე ჩვენზე ტირის პირველ რიგში. ჩვენ იესო ქრისტე არ მიყვარს. პირდაპირ გეტყვით, მე ჩემ თავს ვეუბნებ. მეც არ მიყვარს ისე, როგორც უნდა მიყვარდეს. მე ადამიანები უფრო მიყვარს, ვინც მაქებენ, მადიდებენ პირში. ისინი უფრო მიყვარს, ვიდრე იესო ქრისტე. ასევე თქვენც არ გიყვართ იესო ქრისტე. მოდიხართ ერთმანეთს ესაუბრებით, რაზე ფიქრობთ, არ ვიცი. აი ტაძარში თქვენ თავს დააკვირდით და მიხვდებით, როგორ გიყვართ იესო ქრისტე. რას აკეთებთ, როგორ იქცევით, თქვენი მეუღლეები უფრო გიყვართ. თქვენი მომავალი მეუღლეები უფრო გიყვართ, თქვენი შვილები უფრო გიყვართ, თქვენი შვილები, შვილიშვილები, თქვენი მოძღვრები. ილია მეორე უფრო უყვარს საქართველოს, ვიდრე იესო ქრისტე. სამწუხაროდ, ეს არ პატრიარქის ბრალი. საქართველოში არის ილია მეორის რელიგია. და მივხვდით ახლა რომ ილია მეორე გვეუბნება რომ არაფერი აღარ გეშველებათ ესეთ მდგომარეობაში. რატო? იცით? იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ზურგი შევაქციეთ იესო ქრისტეს. ხა მეტყვით რა ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს რომ იესო ქრისტე გვეუბნება რომ თუ მე გიყვარვართო, ჩემი მცნებები დაიცავთ. ვინმე იცავს მცნებებს? ლობი ოჭამო თუ არა ოჭამო, კარტოფილი ბზა მოვიტანე, ვაკურთხებ, ოდის არის გარდამოხსნა, ოდის არის წითელი პარასკევი, ოდის არის დიდი შაბათი, აღდგომასთან ვითომ მოვა, ზოგიერთები ახლა უზიარებლები დარჩით. რატო? ამდენი ხანია მარხვა, ჩემო კარგო და მოხვედი გვიან, არ არის შენი მოძღვარი, სხვა მოძღვარ შააბარი აღსარება.
ბარძიმი შებძანდა და შენ უზიარებელი დარჩი, იმიტომ რომ ვაი ქრისტიანი ხარ. წარმოდგენა არა გაქვს არ მოდიხარ და რასაკეთებ. ერთხელ მაინც მოდი თავის დროზე და რაღაც ნორმალურად მოიქეც. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩემო თვითფასეულ ქვეყანაში. აი თქვენ როგორც საუზმე, როგორც სადილი და როგორც ვახშამი ისე გაწვდიან ცუდი ინფორმაციებს. გამორთე რა დაბოცვი. მერე დგეხარ გაბრაზებული, ეს რა იყო, ეს რა თქვა, ეს ვინ იყო, ეს რა ეცვა, გამორთე. და რა უნდა გააკეთო, ვიცი, როცა მოგშხამეს უკიდილა ადრიან გარკვეულმა ტელევიზიებმა, ბიბლიაზე ცოტა გადაწმინდე მტვერი, გადაშალე ბიბლია, ძველი აღთქმა, იოელ წინასწარმეტყველი. ეს არის ერთ-ერთი მცირე წინასწარმეტყველი, სულ არის 12 მცირე და 6 დიდი წინასწარმეტყველი. იოელ წინასწარმეტყველის მეორე თავი გადაშალე, მე-12 მუხლი. როცა ქვეყანაში ზარი დაგეცემათო, იოელი ეუბნება ებრაელებს. შეიკრიბეთო, იმარხულეთო და ტანისამოსი კი არ დაიხიო, გულები დაიხიეთო. ეს გვეუბნება ჩვენ ქართველებს, რომ მარხვას რო ინახავ, გული განიწმინდე. შეიკრიბეთ, ეს ნიშნავს, როცა შეიკრიბებით, რომ განიკითხავთ, ერთმანეთს ხელი-ხელს ჩაკიდეთ. ჩახედეთ თვალებში და თქვით, რომ მოდი ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. გუში წინაღამ გული არ გამესკდა, ნახევარი ლოცვა, ლოცვაზე ირანელებით იყო სავსე და არაბებით ტაძარი. ნახეთ, როგორ შემოდიან ჩემო თვითფასებად, გაიხედეთ გარეთ რა ხდება და როგორ დადიან. ხმალით კი აღარ მოდიან უკვე და სატევარით. მოდიან ტურისტული სამსურებით, ვათვალიერებენ. აქ ასევე დავესესხები ძველ აღთქმას მეოთხე მეფეთა მეოცე თავი. ეზეკიელი ადრე გითხარით, რომ შეევედრა ღმერთს, რომ ესაია გამოეცხადა ეზეკიელს და ეუბნება, რომ შენ უნდა მოკვდე მალე, იმიტომ რომ ცუდად იქცევი. შეევედრა ღმერთს, არ გამიყვანო ცოტახანი მაცოცხლებ. აი ეს გავაკეთე, ის გავაკეთე, რაღაცები გქონდა გაკეთებული. და ღმერთმა უთხრა, რომ 15 წელი კიდე მიჩოქებია შენთვის. ნახეთ რა საინტერესო მდგომარეობაა. ან როცა მარხულობდა, ლოცულობდა ინანიერ, ღმერთი გჩუქნის ცხოვრებას. იქნებ გამოსწორდე და შეცვალო ცხოვრების ეს. აი ამ ეზეკიელთან მიდიან ბაბილონის ელჩები, ბაბილონის წარმომადგენლები, ბაბილონის უკეთესად იმპერიის. და ეს უგუნური ადამიანი მეფე წაიყვანს, აჩვენებს ოქროს საცავს, ვერცხლის საცავს, თუ კი რამე საგანძური გააჩნია და საწყობი გააჩნია, სიმდიდრის ყველაფერი დააკვარიელებინა. წარმოიდგინეთ. აჩვენა იარაღის და აღშენახული ცხენების რემა, ყველაფერი. რო წავიდნენ ელჩები, ესაია მივიდა და ეუბნება, რა გააკეთებ შენ ნორმალური ხარ. მაგათ ყველაფერი ნახეს ახლა შენ რა გაქვს და სწავლენ და მოვლენ და დაგიკრობენ. შენო რომ მოკვდებიო, შენ შვილებს ეგენიო წაიყვანენ მოსამსახურეებად. აი ესე ვარ ჩვენც ქართველები, ჩემო თვითფასები. ვიღაც მათხოვარი, მოყვა თან გადავყვებით, აჩვენებთ ყველაფერს. ნახე რა სიმდიდრე გვაქვს, რა ოქრო ვერცხლით არის სავსე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მდინარეები, ჰაერი, ტყე, ისინი გახარებულები კი არ მიდიან, თვითონ ცხოვრობენ ხრიოკზე. მოდიან მერე და ყველანაირად სახლდებიან, ყიდულობენ. ჩვენ რუსეთში მივიდივართ, ამერიკაში მივიდივართ, საბერძნეთში მივიდივართ. ისინი აქ მოდიან, იქ ვირთ რამე. აი ესეთი იდიოტები ვართ სამწუხაროდ და მე ვიგვი სათო გითხრა პატრიარქმა, რომ ასე ნუ გააკეთებ და ისე ნუ გააკეთებ, თქვენ უკვე თითქმის გონია არაფერი აღარ გეშველებთ. გვეშველება ჩემო თვითფასები. თუ ვიმარხულებთ, ოღონდ ესე კი არ ვიმარხულებთ, მართლა რომ ვიმარხულებთ, რომ გულს განვიწმენდავთ. გულის დახევა ნიშნავს მაგას, რომ გული შემოსრული, სული შემოსრული, დამდაბლებული ღმერთმა რა შეურაცხყოფს. კიდევ ერთხელ მინდა შევეხო იმ საზღარ სიბინძურეს, რაც ტელევიზიიდან, პრესიდან და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდის. პირდაპირ გეტყვით. და თქვენ მათზე გაბრაზებულები ხართ. ანეკდოტი მინდა რომ მოგიყვით ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ანეკდოტი არის ათეისტზე. ძალიან საინტერესოა, ანეკდოტი არ არის, იგავია ანეკდოტი. იქ პერსონაჟები კარგებიც არიან, ცუდებიც არიან. ერთი ათეისტი იყო, რომელიც ძალიან განათლებული იყო, იცოდა წმინდა წერილი, იცოდა თორა, იცოდა ისლამი, იცოდა კანონიკა ეკლესიაში, ლიტურგია, იცოდა ყურანი, ძალიან ბევრი რამე იცოდა. იცოდა კაბალა, ებრაელების საიდუმლო წიგნი, თალმუდი და საცა გამოვიჩერდა ხოლმე სასულიერო პირებს, ყველას როიტყვიან, იქვე ამხობდა და მისი დანახვა ყველას ეშინოდა. ათეისტებმა მას დაუძახეს ათეისტების წინასწარმეტყველი. და ერთი ახალგაზრდა ათეისტი ჭაბუკი მივიდა მასთან და ეუბნება,
რომ ძალიან მომწონხარო და მინდა მე შენაირი ათეისტი ვიყო და მასწავლებლო, მინდა შენ ჩემი მასწავლებელი იყო. ეს ეუბნება, კაი, გასაგებია. შეკითხვებს დაგისვა თუ მიპასუხებ. კარგია, შემეკითხე. ეს ცნობილი ათეისტი ეუბნება, შენ იციო მონასტერში მონაზვნები, ქალწული მონაზვნები როგორ ლოცულობდნო? არა, მე საიდან უნდა ვიცოდე, მე ათეისტი ვარ, მოგითხარი. კარგიო, შენ იცის საშუალო რაბინიო. დღეში რამდენ საათს კითხულობსო თორასო? არ ვიციო, მოგითხარი ათეისტი ვარ, გაბრაზდა, მე საიდან უნდა ვიცოდე? შენ იციო, რომ დერვიში, რომელიც თეთრებს იცვავსო და მიდისო მექაშიო, რას ფიქრობს ამ დროს იციო? კიდე გაბრაზდება, საიდან უნდა ვიცოდე, მოგითხარი ათეისტი ვარ, შენ იციო, რომ ბახმაო, ყველა თავისი ნაწარმოებით, ყველა თავისი კანტატაო, მიაწერა, რომ ეძღვნება უფალ ღმერთსო. იციო, რომ ბახიო, მუსიკის მეფე იყო? არ ვიციო. ხო და არ გეწყინო, შვილო, შენ ათეისტი კი არა, გიჟი ხარ. გესმი? ეხლა ვისაც ყურია გისმენ, ჩვენ ათეისტებიც აღარ ვართ. ათეისტი რო იყო, ძალიან დიდი განათლება უნდა გქონდეს. ესეც უკვე რელიგია. და ესენი ეხლა ჩვენ ვინც გვებრძვიან, ათეისტები არ არიან, გიჟები არიან, ჩემო თვითონაც, გესმი? და გიჟი უნდა შეგეცოდოს. და მე რო ვიყო ფერადიზე შევიტანდი დილის როცვებში, რომ მერთო გიჟები და განკურნე. ეს გიჟები არიან ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, ეკლესიაში. სამწუხაროდ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გაგიჟდა. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, უკვე ხელს უთხოვენ გამწვანების წარმომადგენლებს, იქ საფლავებს თხრიან, რაღაც საშინელებს აკეთებენ და პირდაპირ წისქვილზე ასხავენ წყალს ჩვენი მტრების. ხო იცით რა თქვა? ხემ გაუთხრა სულს, რომ ჩემი ბიძაშვილი რო არ აკავდეს, ეხლა შენო ტარათო მე ვერ მომერეოდი. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, უკვე მე ნერვები მეშლება, რომ რას აკეთებ შენ დაროცი რომ მგდელი ხარ, ან სახარება წაიკითხე, ან შეეკითხე პატრიარქს ან ეპისკოპოსს, როგორ უნდა მოიქცე. როცა გავბრაზდები, უნდა თავი შეიკავო. თავი უნდა შეიკავო და უნდა მოითმინო, უნდა ილოცო, უნდა იმართულო. სამაგალითო ადამიანი უნდა იყო, წესიერი ადამიანი უნდა იყო. რატომ არა ხარ და რომ არა ხარ? აი იმიტომაც დაუშვა ღმერთმა ამდენი გაგიჟებული ადამიანი უკვე. ადრეს გითხარი და ვიმეორებ, რომ იმდენად ბევრი გაგიჟდება, რომ ნორმალურები თუ დავრჩებით, გვეტყვიან, რომ თქვენ არანორმალურები ხართ, როგორ იქცევით. რომ კაცი კაცი არ იწეს ჯვარს, რომ ქალი ქალზე არ თხოვდება, რომ არა ხარ ნარკომანი, რომ არა ხარ მოკლედ საშინელება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩემო თვითონაც დღეს განსაკუთრებით უნდა ვახსოვდეს. შემოვიდა იესო ქრისტე და გარკვეული ეპისკოპოსები ეუბნებიან, დიდება იესო ქრისტე შეგვიძღები ნატოში. მეორე ეუბნება, არა, ნატოში რა გვინდა შეგვიძღი რუსეთში. მეორე რუსეთში რა გვინდა, თქვენ იღუპებიან ამერიკაში შეგვიძღი, ევროპაში შეგვიძღი. იესო ქრისტე იერუსალიმში რომ შევიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტემ ჩვენ უნდა სასუფეველში შეგვიყვანოს და სასუფეველი არც ნატოშია, არც რუსეთშია, ჩვენ გულებშია, ჩემო თვითონაც. იერუსალიმი არის ჩვენი გულის სიმბოლო. აი დღეს რომ გზები გიჭირავთ, მინდა რომ დაფიქრდეთ, სინდისი არ გაწუხებთ. გზა რომ გიჭიროთ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ იესო ქრისტემ უნდა შემოუშვა გულში და შენი რწმენა მარად ხასხასა წვამე უნდა იყოს და არის. ნახევარი საათის მერე, 1 საათის მერე ხო თქვენ იგივე ჭაობში ჩაეფლობით, როგორც აქამდე იყავით. ამიტომ გზა რომ გიჭირა, დააცინდეთ იმ გიჟებს და ნორმალურად დაიჭირეთ და შენი ცხოვრების სიარული, შენი საუბარი, შენი ჩაცმულობა, შენი გამომეტყველება იყოს ჭეშმარიტი. კარგი ადამიანის, მე არა მაკლაპარაკი რომ თქვენ ახლა ჩვენ ახლა დიდი ქრისტიანები ვართ. ნორმალურად მოიგეთ, ნუ გადაანერწყვეთ, ნუ შეიგინებით, ვარს ნუ გააყოლებ ქარს. ნუ უჯლოგოს ნუ მიარტყავ და ზიზღი ნუ გაწერია სახეზე. აი მას ითხოვს იესო ქრისტე ჩვენგან. ასეთი ხალხი დღეს რო აღარ არის, უკვე ხედავთ უკვე რომ ჩვენ სასულიერო პირებს დაგცინიან. უკვე თითქმის ყველა ტოკ-შოუ, ყველა საინფორმაციო საშუალება უკვე მეშინია რომ იწყება, უკვე ვიცი რომ რომელიღაცა სასულიერო პირზე რაღაცა უნდა თქვა. ეხლა ეს ვისი ბრალია მითხარით, ებრძვიან ეკლესიას? შენ თვითონ ებრძვი ეკლესიას, როცა ასეთი სასულიერო პირი ხარ, შენ თვითონ აპყოლებ სხვა ადამიანებს. ეს რო ასე არ მოხდეს, შემოგარგება ჩვენ აუცილებლად უნდა გულის ხმა ვყოთ. უნდა გავუყოთ გულისკარები იესო ქრისტეს და ის შემოვიდეს ჩვენთან.
როცა შედის იერუსალიმში, მაშინ მას აქებენ ოსანა, ანუ გადაგვარჩინე კურთხეულას მომავალი სახელით აუქს. ეს არის ზაქარიას წინასწარმეტყველება, რომელიც 400 წლით ადრე ცხოვრობდა იესო ქრისტემდე. ყველაფერი კარგად არის, მაგრამ როგორც კი იესო ქრისტე შევა ტაძარში და ეთქვის, რომ ეს რა ხდება აქ, ქვაბ ავაზაკად გადაგიქცევიან ეს ტაძარი და დაიწყო ფარისევლების, წიგნობრების და ვაი მორწმუნეების მხილება, მაშინვე გაბრაზდნენ და დაიწყეს ჯვარსაცვი ეგე. ასია ჩვენთანაც ელოდებაზე. მოდის მე მსმენიათ ეკლესიის წარმომადგენლების მაღალი იერარქების მიერ, რომ ედუარდ შევარდნაძე პირსისხლიანი ჯალათი იყო. მოდის მე მამაღლა ვინმეს უმხილებია? მიხეილ სააკაშვილი რო უარესი ტირანი იყო, იმეს ვთქვია მამაღლა. ბიძინა ხეგლეჯია საქართველოს გადაარდო და გადმოაგდო და გააუბედურა. და რა უახრა ლამაზი აჭარა. მას ვინმე იღებს ამაზე? გარკვეული ინტრიგანების გარდა ეს ეკლესია უნდა თქვას, იმიტომ რომ ეკლესია არის სიმართლის სადარაჯოზე. თუ ეკლესია სიმართლის მქმელი არ არის, ის უკვე ირყნება, მას უკვე ეძახიან მე აპოკალიფსის მეძავს. თუმცა მეძავს უკვე ეკუმენიზმში და არაფერს არ იძახის სიმართლეს. ან ეხლა თუ იძახის რამეს ვინმე, ყველაფერი კარგად არის, შრობას და ამდგომას ნახეთ, როგორც გადადის შინოვნიკები, ვიც სისხლს წოვენ ჩვენ ფაქტიურად და ამაზე არავინ არაფერს არ იძახის. ეხლა თუ ვინმე იტყვის, რომ მამა გიორგი პოლიტიკაში გადავიდა, კი ბატონო, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ავთქვით სიმართლე და თეთრზე არ ავთქვით, რომ თეთრია და შავზე არ ავთქვით შავია, მაშინ ჩვენი ქვეყანა ისე გადაგვარდება, რომ არაფერი არ გვეშველება. ჩემთვის სამაგალითო ხალხი ეხლა არიან ებრაელები, რომლებიც ძალიან იცავენ თავიანთ ტრადიციას. მოგეხსენებათ, რომ მიქელანჯელო ცნობილი დავითის ქანდაკება რო გააკეთა. დღესაც შეგეუბნება, რომ რაღაც ხელოვნება არ მესმის და არ მომწონს. ფლორენციაში დადგეს ეს ქანდაკება. და როცა დაიწყო მე-3000 წლეული და დამთავრდა 2000 წელი და დაიწყო მე-3000 წლეული, ფლორენციის მერია მსგავსი ასლი კოპიო გააკეთა და მიწერა იერუსალიმის მერიას, რომ ჩვენ გვინდა დავითის ქანდაკება გადმოგცეთო. ეხლა წარმოიდგინეთ იმათი რეაქცია. მოიცა რა. ჩვენი დავითის შიშველი არ იყო. ადამის კი არ იყო შიშველი ბოლომდეო და ეს ვინ არის? არც გადაცვეთ არ აწადარებულიო. არც უდული უჭირავ ხელშიო, არც ფსალმუნიო. ეგ დავითიო თქვენთვის დაიტოვეთო. აი ეხლა ტოლერანტებო და ვიღაცეებო რომ ბრაზდებით ეკლესიაზე. ხედავთ რა თქოს ებრაელებს, დავითი არ არის, შიშველი კაცია, ვიღაც ეს არის შიშველი სიცრუე. რა სისრულიაზე ლაპარაკობთ ჩვენ ყველაფერზე თანახმოვარ ვართ. ჩვენ მალე პუტინის ძეგლს დავდგავთ საქართველოს შემოგვიფასოთ. გუშის ქუჩა ხო არის უკვე. და ასეთი რაღაცა ირანის ქუჩაც არის უკვე საქართველოში. ეს იცით რას ნიშნავს? ვაი ჩვენს პატრონს შემოგვარდებთ. მოდის იყო რომ ქართულის ვინმე ეზიძღებოდა, ან სტუმარს არ იღებდა, ან რაღაცა ცოტა ჭკვა ხომდა ჩავაყოლო, რომ გადაუყვებოდით ხოლმე რუსებს. მე მიდიოდნენ და წერდნენ რომ ესენი იდიოტები გიჟები არიან, რას აკეთებდნო, ვალებს იდებდნო და ჩვენო ფერფაში ეგებიან. ასე ვაკეთებთ ახლა ამერიკელს თუმრებთან, ევროპელს თუმრებთან, არაბებთან, გვიხარია რომ ვაკებენ და პირს უკან ისინი კბილებს ილესავენ ერთი მალე დაეპატრონონ ჩვენს ქვეყანას და ფაქტით სახეზეა. უკვე სოფლები გაჩნდა არაბული, თურქული, ინდური, კახეთით ახალებისგან დაიცალა, გურია გურულებისგან, იმერეთში კიდე აქა არსებობენ იმერლები, მადლობა ღმერთს. თუ გონს არ მოვალ შემოგვიფასებო, ისე აღვიგვებით პირისაგან მიწისა, რომ ვერ გავიგებთ. უკვე იცით რომ არ მინდა დავასახელო, არა ქართული გვარი არის პირველი რაოდენობით საქართველოში უკვე. რამდენი გვარ გადაკეთებული, არა მაგრამ რა თქმა უნდა, არავის არ განვიკითხავ, გვარის გადაკეთებაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ ქართველობა არის მენტალიტეტი. შეიძლება ეროვნებით ქართველი არ იყო, როგორც ესე ვთქვათ, აბოთბილები, მაგრამ სუფთა ქართველი იყო შინაარსით. შეიძლება წმინდა სისხლის ქართველი იყო, მაგრამ გამყიდველი იყო, როგორც ორჯონიკიძე და მისთან ყორღანაშვილები. აი ეს არის შემოგვიფასე. აი ამიტომ არის ზობას ყოველთვის ბევრი ხალხია ეკლესიაში. მე არ ვიცი, მე მგონია რომ მარტო მზების გამო არ ხართ მოსულები. მე მგონია რომ თქვენ გულებში უნდა შემოვიდეს იესო ქრისტე. მე მგონია რომ თქვენი გული და თქვენი ენა აქებს და ადიდებს და უგალობს იესო ქრისტეს, რომ
მაცხოვარი ხსნელი არის იესო ქრისტე და არა რომელიმე პიროვნება, რომელიმე დიდი ქვეყანა. მე მიყვარს რუსეთიც, ამერიკაც, ევროპაც, ყველა ქვეყანა მიყვარს, იმიტომ რომ მათში ცუდი არაფერი არ არის. იქ არიან ცუდი პოლიტიკოსები და კარგი პოლიტიკოსები, იქ არიან კარგი ადამიანები და ცუდი ადამიანებიც. არ შეიძლება მიკერძოება, რომ ეს კარგია და ის ცუდია. ამის მაგალითი არის ებრაელების. ებრაელებს ვერავინ ვერ დაეხმარა. რეები გააკეთეს, მაგრამ მაინც ებრაელი ხალხი იმიტომ განაბნია ღმერთმა მსოფლიოში, რომ ჩვენ წარმართებმა დავინახოთ, რომ თუ კი ესენი არ დაინდო ღმერთმა, თქვენ რა დაგემართებათ, როგორ ვფიქრობ. ერთადერთი ხალხი იყო, ესა ტაძარი ქონდა, სწორი ლიტურგია ქონდა, მსხვერპლი იწირებოდა, აღარც ტაძარი აქვს ეხლა. აღარც მსხვერპლი იწირება და თელ მსოფლიოში არიან გაბნეულები, კარგი ბიზნესმენები არიან, მაგრამ იცით როგორ გოდებენ ისინი, როგორ ძიმე მდგომარეობაში არიან, რომ საცა მათი სიწმინდე იყო სოლომონის ტაძარი. ეხლა იქ არის ფრთებიანი ალაქსას მეჩეთი. რაღაც წარმოიდგინეთ, ჯვარები წერია, რომ სვეტიცხოვრის ადგილზე რომ იყოს მეჩეთი, ხო რომ ვერ მოითმენთ, ხო? აი ისინი კი ითმენენ, მაგრამ ითმენენ მესამე მსოფლიო ომამდე. მესამე მსოფლიო ომის დროს ეს მეჩეთი დაინგრევა. თქვენ ამას თქვენ ნახავთ და იქ აშენდება მერე მესამე ტაძარი, საცა მოვა ანტიქრისტე, რომელიც თელ მსოფლიოში გაბატონდება და ეს იქნება გლობალიზაციის პიკი. აი ამ დროს იქნება ზუსტად მერე ჩვენი ვაი და ჩვენი გუი. ეს ყველაფერი ამ ბიონიდან თუ არ გითხრათ ვინმე, ეს თუ მოძღვარმა არ გითხრათ, თქვენ ამას მერე თქვენით ვეღარ მიხვდებით, ისე დაგვიბნელდება გონება. თუმცა 24 საათი ინტერნეტში ვიქნებით, 24 საათი ტელევიზიასთან ვიქნებით, თვალები გვექნება და ვერ დავინახავთ, ყურები გვექნება და ვერ მოვისმენთ, მარტო ცუც მოვისმენთ, მარტო უბედურებას მოვისმენთ, მარტო გაკიცხვას მოვისმენთ, მაგრამ დღეს გვესმოდეს ოსანა, დღეს გვესმოდეს დიდება მაღალთაშინა, დღეს გვესმოდეს რომ ღმერთი არის სიყვარული და თუ ამ ცხოვრებით ვიცხოვრებთ, ჩვენს გულებში დაემკვიდრება სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი და ყველა ადამიანი ცხონდება, ვინც აღიარებს თავის მაცხოვრად იესო ქრისტეს. ღმერთმა დაგლოცოთ და იესო ქრისტემ განანათლოს ჩვენი დაბნეული გონება და გული. ჩვენთან არის ღმერთი.